ხუთი ფრაზა, რომელიც ექიმმა არ უნდა გითხრას. აუცილებლად დავიწყოთ ექიმით, რომელსაც სხვის საქმესთან ერთად სხვის ფუჩუში აქვს ჩაყოფილი და ძალიან მზრუნველად და ნაღვლიანი გეკითხება ხოლმე. და შვილი რატო არ გინდა დედი? ბაი ეს რა სჯობია? დაიჯვით რა ქალბატონო, თავად გადავწყვეტით. მეორე ფრაზა კაცი ხარ და უნდა გაუძლოა. აღნიშნული შესაძლოა გაიგონოთ მაშინ, როცა 12 გოჯა ნაწლავში ცეცხლმოკიდებული ხერხი უნდა ჩაგასვენ, მუჭი პირში ჩაგიდვან და ბრიტვა თვალიდან ამოგატარონ. ხსენებული ექიმი დღეში სამჯერაბობს ქორწილავდა გაგივლის და ყლესავით იცინის. თქვენი მონამორჩილი ბურჯოკი გამოკვლევებს ყოველთვის საბურთალოზე ეი კლინიკში იტარებს და მსგავს პირობებს არავინ ეკითხება. ამჯერად კარდიოლოგიური კვლევაც ჩავიტარე მუცლის ღრუსი, სისხლი, შარდი და დაჟე კუკუებიც მიმატანინენ ამ ხელაკაცს კლინიკაში. პროფესიონალთა გუნდმა ფეხის სოკოიანი ფრჩხილიდან დაწყებული გამელოტებული თმის ღერამდე ყველაფერი შემიმოწმეს და კაი ბიჭი ხარ, ღმერთმა სულ კარგად გამყოფოსო. ახლა კი ვაგრძელებთ ჩაჯმას. სიაში ყველა პონჩი უნდა მოხვდეს, აქამდე სად იყავი. მამენტ ეს მართალია და მიიფსი ბურჯო. სანამ ცხვარი გამოგებმება ფეხზე და კორკოტის მოხარშვას დაიწყებენ მეზობლები, ექიმთან უნდა მიეწუწო და წელიწადში ერთხელ მაინც შეემოწმო. და ბოლოს ფრაზა, რომელიც არავითარ შემთხვევაში უნდა გითხრას ექიმმა. იმედია კიდევ გვეწოვი. იდი ნახუი ქალო, რასით არსები? გამოიწერე გვერდი და შემპირდი რომ სანამ გლახად გახდები, გამოკვლევებზე ეი კლინიკაში მიხვალ.